ვისაც გინდათ სოკო მიქლიო მოამზადოთ სანდროსგან მოხრაკული აი მოამზადოთ აი ასე ბოლომდე უყურეთ ვიდეოს სასწაულია ესალმებით ხათოს და სანდროს სამზარეულოდან ოღონდ ბორჯომიდან და ბევრი მწერდით რომ სად არის სანდრო ხო არის კარგად თუ კერძებს რატო აღარ ამზადებსო და აი აგე ორ აღირსეული მზარეულია ჩემს ვიდეოში დღეს ნახეთ რა მოიტანა რა დაკრიფა ბორჯომის ტყეში გაჩვენ ბორჯომის ტყეში დაუკრიფე ბაზარში მიქლიო ვაიმე სანდრო უკვე შემოვიდა მიქლიო ბორჯომის ბაზრის ტყეში დაუკრიფე ნახეთ ეს ბორჯომული არ არის ახლა ეს იმერული ნახეთ რა შემოვიდა ეს დალოცვილი და როგორი ქორფა და როგორი ნაზია მე რომ მიყვარს სანდრო და ეხლა სანდრო მოამზადებს მიქლიოს სანდროსეულად რასაკეთებ პირველ რიგში აბა ვაჩვენე პირველ რიგში გავრეცხავ სოკოს გარეცხილია უკვე და აი საფეთქზე გამშრალებული გავრეცხავ სოკოს პირველ რიგში მე ხავს გავრეცხავ ნიორს გავრეცხავ კინძი შემობატონო და ტომატი უნდა აუცილებლად. მე დღეს გადავწყვიტე რომ გავაკეთო ტომატით. რაღაცა ესე მომინდა. იმიტომ რომ ადრეს ვყიდულობდით ხოლმე ჩვენ ბავშვობაში მიქლიოს და დედაჩემი ამზადებდა ხოლმე ტომატში. დავიწყეთ. გამოდის ძალიან კარგი. დავიწყეთ ხახვის დაჭრით. თვითონ რატო შეცვალე სანდრო? იმიტომ რომ ტაფაში არ გავაკეთებ სოკო, ბევრია, არც დამეწე, მაგრამ იგივე თან მინდა რომ ჩახრაკული გავაკეთო, კარგი ჩახრაკული, გამიგე ტომატში ახლა გავაკეთებ და ამიტომ უფრო კარგი გამოვა. კი ბატონო. მე ხვეცი რომ შენი მჯერა სანდრო. რამდენი თავი ხახვი დაჭერი? კაი ბლომათ არის. კარგი ბლომათ არის, ხო, 5-6. 4 თავი ხახვი დავჭერი. 4 დიდი თავი მაშინ. ეხა ჩაყრის. ამას მოხრაკავ, ეხა ხავს ჯერ. ჩაყრისო. რო შევარდისფერდება ზურგით რატო დამიდექი ეხა ვიდეო. სხვანაირ შპაგატში ვერ გავშვი ჩემო ზურფასო. და ხავს ისევე ჩაყრი. ვიდეოს ვიღებდა ცოტა მოკრძალებულად მაინც მიწია შპაგატი ვიცი რა ჩადგე ვიდი რეღედრი შპაგატი და მოხრაკავთ და დაგიბრუნდები ხო რა სურნელი და რა სილამაზე ტრიალებს და უკვე ჩვენი ხალხი უკვე იმის ნიშანია რომ უნდა ჩავაყავოთ სოკო აბა მიდი ჩავაყავოთ სოკო რა საყვარელი უდიდებულესო და მიქლიო აუ როგორ მიყვარს მიქლიო აუგებელი სოკო და ბორჯომში იმიტომ მიყვარს ჩამოსვლა რომ აი არ არსებობს აი მიქსა და მიქლიოს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან მიჭირს ორივე მაგარია ვერ გაიგებ ეხა რომელი უფრო გემრიელია და აი სოკოების მეფედ რომელი შეიძლება აღიაროს კაცმა და ბორჯომის წყალობით აი მიყვიდა მიქლიო მოკლედ კარგად გემრიელად მივირთვით შარშანაც ხო სანდრო კი და სხვათა შორის ბორჯომში ხელმისაწვდომ ფასში ჩამოვაქვს ხოლმე იმათ იქ რო ყიდიან ხოლმე რიკოთის ხუთცალს რო ყიდიან ხო 40 ლარად აიმე რა სირცხვილია მე ჩვენთან კილოს ყიდულობთ ხოლმე 17-დან 20 ლარამდე დაახლოებით და მადლობა ამისთვის ლარამდე ხო ბორჯომს აი ესე ეხლა რა შვებით რა მოხრაკავ ამას და კი ეხლა შეძობა და დაგიბრუნდებით დაგიბრუნდებით ხდება რა ეტაპზე ხარ რა ეტაპზე რა ცოტა დარჩა სანდრო და ასე გამოიყურება ჩვენი მოხრაკული სოკო დედა დაიცა გაწიე ხელი დავანახო ოხ დაილოცო ჩემი საფათო პერიოდულად სჭირდება ამორება რა თქმა უნდა იმიტომ რომ სოკოს აქვს თავის წყალი მე ზებედი წყალი გაწყვე გადაუწურე გასაგები და იმიტომ გადაუწურე რომ მე უკვე დაიშლებოდა ყველაფერი და ცოტა ცხიმი წაუმატე ისევ და აი იხრაკება ასე. შემდეგი ეტაპი უკვე არის ტომატი. მიდი ბარემ გავუკეთე ოქროს ხელება ბიჭო. 1 და 2. აფერი. ბევრი არ გინდა რა, საკოს ფერი. მოიცა, გენაცვალე. საკოს ფერი მინდა. საკოს ფერი ვერ იქნება. ხათბა ყოველ შემთხვევაში კარგია. ამოურივე რა. ეს იგი მასტერი ხარ რაც იცი სანდრო იცი სოკოცარი და სოკოც
საკოცარი და საკოც. დღეს არ ველოდებოდი თუ ამას მოაბრძანებდი. უკვე ესე იგი შემოვიდა. ეხლა ეს ტომატი კარგად გაიხსნება და შემდეგ წავამატოთ უკვე ნიორ განაყილი ნიორი და განაყილი ნიორთან ერთად გვინდა პატარა რაღაცას გადახევა გავაკეთო. ხო. რომ ცოტა სიცხარისთვის მე არ გავუკეთებ შავ პიპრის და გავუკეთებ ცოტა მეგრულ ტურბოს. მეგრული ტურბო რომელია გაფიცე მაჩენი აქ ჩაახედე აურასუნე და სხვათა შორის ბურჯუმის ბაზარში იყიდება გასაოცარი ხო ესია თეოს ხო სასწაული აქვს თეოს სუნელებს მაგრამ ბურჯუმში ვართ ეხლა და იყიდება აი სასწაული ბურჯუმის ბაზარში ოღონდ აი ბაკურიანის მხარეს რომ მიდიხართ ხო იცით ძველი ბაზარი რო იყო აი იქ აი ჩაყარა მეგრული ტურბო მოვიკითხავ აქვე ჩემს სამეგრელოს სამარგალოს რასუნი ტრიალებს როგორ მინდა რომ შემეძლოს რომ გაგასინჯოთ აქ რა ხდება რა არა უშავს მე მგონი ტექნოლოგიები ცოტა ხანში წავა იმ დონეზე რომ მობილური ტელეფონი გადასცე ეს არომატები არა ეგრე მე ჩვეულებრივად გადადის სანდრო უკვე ეგ უკვე დიდი ხანია ხალხი გრძნობს აი როგორ აკეთებს ადამიანები აი მე ვგრძნობ მაგალითად კერძის სიგემრიელეს და ცოტა ნიორი ხლიშობ ნიორი რატომღაც ზოგი ბევრს უკეთებს და შენ ძალიან მოზონილად იცი რა არის ნიორმა და აი ამ სუნელებმა და იმათმა სოკოს გემო არ უნდა რა თქმა უნდა გეთანხმები ამიტომ ამ შემთხვევაში მე გავუკეთე სულ რაღაცა 3 კვილი ნიორი 3 ისიც პატარა ხო საშუალო ისეთი ხო რაფერი გაუშვა სანდრა და რა დარჩა ეხლა დარჩება მისი უდიდებულესობა მწვავედ მეფე კინძი კი ბატონო ოღონდ ჯერ ახლა ცოტა ხანი ამას დაახლოებით 3-4 წუთი დავაფაროთ თავზე ჯერ კარგად ჩაიშუშვა ზილოთ ერთმანეთს აი ეს ინგრედიენტები და დაგიბრუნდები დიდი ვიდეო რო არ იყოს დაგიბრუნდები ესეც მისი უდიდებულესობა კინძი ამას ეხლა გემრიელად ესე წავაყრით არ უნდა მეტი არ უნდა და გავაჩერებთ ცოტა ხანს გამოვიდა სოკოს ოსტრივით აიმე ორი ძალიან გემრიელია მეწვიეთ არომატი აქვს ისეთი რომ შეიძლება აიმე მე უკვე დავეცი მადლობა შენ ამ რეცეპტისთვის სანდრო და კინძს ესე შეურევთ კარგად გამორთავთ და გავაჩერებთ და მე მივირთვათ ბატონო ცოტა ხანი შევაყოლოთ თქმა უნდა რომ თავისი ემოები გაუჩნდეს ყველაფერს დავახუროთ თავზე